და ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ დავით სერგეენკო მაესტროს შეკითხვებს უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო დავით. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ახალი მედიკამენტის სოფუბუვირის შემოსვლაზეა საუბარი. ალბათ მთავარია ყველასთვის ვიცოდეთ, რამდენად იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი და როდიდან, მოდით ამით დავიწყოთ საუბარი. საღამოშვიდობის თავიდანვე მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ პროექტი, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყება, არ არის მხოლოდ მედიკამენტის იაფად შემოტანა, არამედ ეს არის უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი, რომლის ამოცანაც არის C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში. ამ შემთხვევაში ელიმინაცია ნიშნავს ყველა იმ პაციენტის უკლებლივ ყველას მკურნალობას, ვისაც კი ეს სჭირდება და პრევენციით და მონიტორინგით შედეგების მიღწევას, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ახალი შემთხვევების წარმოშობა. აი, ეს არის დედააზრი და არა დაუშვათ იზოლირებული თავისთავად მედიკამენტის შემოტანა. თუმცა ესეც არის ამ დიდი პროექტის ერთ-ერთი ნაწილი. მაშინ მოდით პროგრამაში ჩართულობა როგორ შეიძლება მოახერხოს თქვათ პაციენტმა, ამისთვის რა არის საჭირო, როგორ უნდა იყოს ამის მონაწილე ამ პროგრამის. ამაზე ვისაუბრეთ. ბოლო შეხვედრებზე, ბოლო მოლაპარაკებებზე ჩვენ მივახციეთ პრინციპულ თანხმობას ამ პროექტის განხორციელებაზე. ეხლა იწყება ტექნიკური სამუშაო, რომელიც ძალიან დიდი მოცულობის არის და მოიაზრებს როგორც თვითონ მედიკამენტის შემოტანას, დასაწყობებას, კონტროლს და სამართლიან გადანაწილებას, ასევე პაციენტების სწორ სელექციას. როგორც მოგახსენეთ, უკლებლივ ყველა პაციენტი საბოლოო ჯამში, ვისაც კი მკურნალობა ჭირდება და ექვემდებარება, მიიღებს ამ მკურნალობას, თუმცა თავიდან პრიორიტეტი იქნება, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე მდგომარეობები. ჩვენ ამისი ანალოგი მეთოდოლოგია გვაქვს, რასაც წარმატებით ვიყენებთ ინტერფერონის შემთხვევაში და მცირედი სახეცვლილებით ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, შერჩევის კრიტერიუმები განხორციელდება პაციენტზე, მაგრამ შერჩევა ხას უსვამ. არ გულისხმობს, რომ ერთინი მიიღებენ მკურნალობას, ხოლო მეორენი არა. ყველა მიიღებს მკურნალობას, მაგრამ პირველ რიგში ის, ვისაც ყველაზე უფრო მეტად ჭირდება მისი კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. თუმცა დიაგნოსტირებაც ასევე არის პრობლემური ეს ხელმისაწვდომობის კუთხით. აი ამ მიმართულებით ხომ არ იგეგმება სახელმწიფოს მხრიდან უფრო აქტიურად ჩართვა, თქვათ იმისთვის, რომ საწყის ეტაპზევე მოხდეს სწორედ რეაგირება. დიახ, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დიაგნოსტიკის, როგორც ასეთი რაოდენობრივი თვისებრივი პარამეტრები. ერთისთვის წინ აქ ჩამოსული იყო შეფასების გუნდი, რომელმაც ადგილზე ნახა ეს შესაძლებლობები და ეს შესაძლებლობები ჩაითვალა მისაღებად და პოზიტიურად. აქ არის ორი ფაქტორი: საკუთრივ ხარისხი დიაგნოსტიკური კვლევის და ჩვენ ცალსახა კრიტერიუმები ჩავდეთ ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების და მეორე მხრივ რაოდენობრივი ფინანსური მისდომადობა, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მაინც რთულად დასაძლევად რჩება. ჩვენ მუშაობთ ორივე მიმართულებით, როგორც საკუთრივ მკურნალობაზე, ასევე დიაგნოსტიკის მისდომადობის გაუმჯობესებაზე, რაოდენობრივ ფინანსურზე და ასევე მის ხარისხის მუდმივ კონტროლზე. მაშინ კვლავ უნდა დაუბრუნდეთ იმ ახალი თაობის მედიკამენტს, რომელმაც ესეთი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. რამდენადაც ვიცით, არ არის ეს იაფასიანი მედიკამენტი, თუმცა მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა იყო მისი დაბალფასად შემოტანა, ხომ? თუ სწორად ვამბობ საქართველოში. რამდენად იქნება თავად ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი და თქვათ მისი მოხმარება როგორ შეუძლია პაციენტს აფთიაქებში იქნება, გაყიდვაში იქნება ჩაშვებული თუ რაიმე კონკრეტული გზით შეიძლება მის მოპოვება აქაც ორ ფაქტორს გამოვყოფთ. ერთი არის საკუთრივ ფასი, რომელიც მართლაც ძვირია და მაგალითად სოფოსბუვირზე ამერიკაში $84,000 იღებს, თუმცა დამერწმუნებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს უკიდურესად და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერისთვის, ვისაც კი საჭიროება ექნება. რაც შეეხება შეძენის პროტოკოლს, ერთ-ერთი მთავარი რისკები აქ ჰქონდა და სერიოზული სამუშაო გვექნება, რომ აღკვეთილი იქნას პოტენციური გადინება, არალეგალური გადინება ამ მედიკამენტის, რადგანაც მისი ფასის და მისდომადობის მიზიდულობა ძალიან მაღალი იქნება საქართველოში. ჩვენ ამ ხრივაც გვაქვს გაწერილი მეთოდოლოგია, სამოქმედო გეგმა, რომელიც მე წარვადგინე მოწონებული იქნა კომპანიის მიერ და დავიწყებთ მის განხორციელებას. ხელშეკრულებას ბატონო დავით ხელი ეწერება მიმდინარე წლის ბოლოს, ხო? სწორად ვამბობ და პროგრამა უკვე მომავალი წლიდან იქნება ძალაში, უფრო ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ თარიღი, როდიდან ამოქმედდება. როდის იგრძნობს ასე ვთქვათ მომხმარებელი ამ პროგრამას.
თვითონ პროექტის პარამეტრების დაზუსტება, ტექნიკური პარამეტრების დაზუსტება მოხდება წლის ბოლომდე, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება მომავალი წლის იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისი. დიდი მადლობა. ჯანდაცვის მინისტრი პასუხობდა მაესტროს შეკითხვებს.